რა ხდება ამ წუთებში უკრაინაში, სადაც ვითარება უკიდურესად დაიძაბა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ქვეყნის აღმოსავლეთით ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. პრორუს აქტივისტებს კი რუსეთის დახმარების იმედი აქვთ და პოლიციის შენობებს და აეროდრომებს შტურმით იკავებენ. უკრაინა ომის ზღვარზეა. აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია დღის მეორე ნახევარში დაიძაბა. უკრაინის მთავრობის მიერ წაყენებული ულტიმატუმის მიუხედავად, რომლის ვადაც დღეს დილით ამოიწურა, რადიკალურად განწყობილმა პრორუსმა აქტივისტებმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ გორლოვკაში ადგილობრივი მილიციის განყოფილება შტურმით აიღეს. ხელჯოხებით შეიარაღებულმა ფედერალიზაციის მომხრე დემონსტრანტებმა მილიციის განყოფილების შენობის შუშები ჩალეწეს. გავრცელებული ინფორმაციით, პრორუსი აქტივისტები მილიციის უფროსის გადადგომას მოითხოვდნენ. ადმინისტრაციული შენობების შემდეგ პრორუსმა აქტივისტებმა უკვე სლავიანსკას სამხედრო აეროდრომის დაიკავეს. შეიარაღებული ნებოსნები აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებს აკონტროლებენ. მათი მიზანია ხელი შეუშალონ კიევის დესანტის ჩამოსხმას. სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში აქტივისტებს რუსეთის დახმარების იმედი აქვთ. დღეს ჩვენ სლავიანსკას აეროპორტი ავიღეთ. აქ ვერცერთი უკრაინული ვერტმფრენი ვერ დაჭდება. აღმოსავლეთ უკრაინის 9 ქალაქის ადმინისტრაციულ შენობებში გამაგრებული ფედერალიზაციის მომხრე აქტივისტები დანებებას არ აპირებენ. უკრაინის მთავრობას ამ დრომდე საპასუხო ზომებისთვის არ მიუმართავს. გუშინ მედია საშუალებებით ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ტურჩინოვის სატელევიზიო მიმართვა გავრცელდა, სადაც ის ანტიტერორისტულ ოპერაციაზე საუბრობდა. ტურჩინოვი პრორუს აქტივისტებს დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციული შენობების დატოვების სანაცვლოდ ამნისტიას პირდებოდა. უკრაინული მედიის ცნობით, გუშინ სლავიანსკში სეპარატისტების წინააღმდეგ განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი და რამდენიმე აქტივისტი დაიღუპა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია. ჩვენ რუსეთს უფლებას არ მივცემთ ქვეყნის აღმოსავლეთში ყირიმის სცენარი გაიმეოროს. ეს არ არის ომი უკრაინელებს შორის. ეს სიტუაცია ხელოვნურადაა შექმნილი და მისი მიზანია უკრაინის განადგურება. აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის საქმეებში არ ერება. ძალადობას მაიდანზე, რასაც ათობით ადამიანის მსხვერპლი მოხდა, დემოკრატიას ეძახდნენ. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში მიმდინარე მშვიდობიან აქციას კი ტერორიზმად მოიხსენიებენ და ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას აცხადებენ. დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენება კრიზისის მოგვარების ყველა გზას მოსპობს. ამ დროისთვის ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში სტაბილურია. ფედერალიზაციის მომხრე აქტივისტები დანებებას არ აპირებენ. საერთაშორისო საზოგადოება მთავრობის საპასუხო ქმედების მოლოდინში.